გავარჯოს. დაიცადე ჯერ თვალებიდან გამოვიხედო. შორი ნახე რა ლამაზი ვარ. როცა დაბანილი ვარ, ხო? შენ ხო აღნიშნავ. ნახეთ ხალხო. არ ვიცი თქვენ რამდენად ხედავთ, მაგრამ მე სულიერად გწნობ, რომ ჩემი სახლი ბრწყინავს, იმიტომ რომ ძალიან დავალაგე. ფარდები, კარნიზები, ჭაღი, კედლები, ყვავილები, თაროები, ეს გადაადგილება გავაკეთე ამისი, ეს იქითიდო და ისამეული იქით დავდგი და ეს აქეთ. და თითქოს უფრო ფართი ადგილი გამოჩნდა, ხო და მართლა. აი ეს ყვავილებიც აქ დავაბრძანე, ეს ორი მაღალი ყვავილი. აქ მედო აგავა. არა, რა აგავა? ალოე ვერა. აგავა. ალოე ვერა მედგა ნამდვილი ოყოთ. ხო და სხვა ქოთანში უნდა გადავიტანო. გარეთ გავიტანე. მანამდე ეს ორი დავდგი აქ, იმიტომ რომ იქ ფაქტიურად ვეღარ ავწევდი, არა და ყველა ყვავილი ჩემთვის ძვირფასია, თარგმნით მეტყვი ზოგადად ნაჩუქრებია. ვაი, ორი ყვავილი მეგონა რომ გამიფუჭდა თქო. შუქიანი თუ და რატო ჩაქრა თუ ვერ გავიგე. ავტომატურზია უყურე. ეხლა ნახე. ჩაქრა. ესე? ნახეთ, როგორ სვეცკური ტელეფონი მაქვს? და ვიდუთ ხა ავტომატურზე გადადვი. ეს ხა მე ამოვიღე ფეხს. ხო და ყვავილებზე ვამბობდი. რამდენი ყვავილი მეგონა რომ გამიფუჭდა მეთქი. ორი ყვავილი იყო, რომელიც მეგონა იმიტომ რომ საზღარმა ინდაურებმა და კატები დაწუნეს ზედ. რაღაც ესე ლამაზი ყვავილი არის. ქოთანზე ესე ლამაზად როგორც ფაის გადააფარო და რა ქვია ესე რა ქვია გადასაფარებელი რა მსგავსად ეფინება ესე ლამაზად და საზღარი კატა დაწვაზე და ძირები დაუზიანა და მეგონა რომ გამიფუჭდა თქო და საგარეჯოდან მოჩქო თინა მეიდა ძალიან გული დამწყდა და მეთქი აბა ცოტა ხანი უარე მეთქი და მაგანაც კი ამოყო თავები და ძალიან გამიხარდა რომ არ გაფუჭებულა და ცოტა კარგად მოიზარდოს და გადავიტან ლამაზ ქოთანში და აწი ქათმები რაღა და მერთან აღარაფერი არ მიეკარება აბსოლუტურად არც კატა და არც ინდაური და არც ქათამი ამ ზედა სახში არ ვიყენებ ხოლმე თეთრი სახში ცოტა მე ზედმეტება მაგრამ ესა დავალაქავე ხალხო არ ვიცი ეხლა შემომჩნია რომ ლაქა ქონდა არ ეტყობა მაგრამ მე ხო ვიცი რომ აი სადღაცას აქ წერტილის დონეზე აი აქ ხო და ისა გადაგდება მენანება იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და ძალიან მაგრად ვიხმარე ეს და აი ძალიან მაგრად და ზუსტად ვიცი რომ ხვალე უკვე გასარეცხი გამიხდება ეს მაგრამ ჩავით ჯანდაბას ნინო ცოტა აბა ჩაუწიე ახლა თუ გავიშრე ვიფიქრე ხა წავიდე ყავა დავლიო მეთქი მაგრამ დღეს ორი ყავა დავლიო უკვე და მეგონი აღარ მინდა რა შეიძლება აი ამ ყვავილს ველოდები კიდე ეს არის ზემიო კულკასი ასე ქვია იყო ეს გავაფუჭე ეს შეგნებულად არა მაგრამ შეგნებულად მოუწყე და ღამე გარეთ დამრჩა ზუსტად 1 წლის წინ ხო 1 წელია ვიბრძვი ამ ყვავილისთვის ხო და აი შეხედეთ ვარაფერია მწვანე გამხმარი ფოთლები მწვანეს მაგალითად გამხმარი ფოთლები მაგრამ ამ გამხმარმა ფოთლებმა ბოლქვები გაიკეთა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ აი ყოველ დღეს დავყურებ მწვანე სადამოვიდა და ჯერ არ ჩანს ნახო სადმე მოდი აბა ერთად ნახო ბოლქვი თუ არსებობს კიდე აი ხალხო ბოლქვი არის ხალხო ბოლქვი არის ჯერჯერობით მძინარე მდგომარეობაშია იმედია გაიღვიძებს ერთი ეს რატო დამეორთქლა გაფიცებ რატო დამეორთქლა სათვალე წამწამით დავიორთქლე რა დამეორთქლა მოდი აბა აქეთაც ვნახო გავრისკო
თან არ მინდა რომ ძალიან არ არსებობს მწვანე ღერო. აი მე მწვანე ღერო დავინახე ხალხო. აი მე თქვენც უნდა განახოთ ვიტირებ ახლა იცი ერთი წელია ხალხო ამას ვიბრძი. აი ხა უნდა გავანათო რომ დაინახოთ მწვანე ღერო ხალხო. მარი მე მწვანე ღეროს ხედავ. აი მე ხა ვიტირე ეს შენ ჩადი გენაცვალი არ შეგეხები. ღმერთო როგორ გამიხარდა. აი მე როგორ გამიხარდა. აი მე არ შეგეხები შენ. ეხა სხვებიც ერთი უეჭველი მო. ეხა ვიტირებ. ეს ნახე? ეს ნახე. თან არ მინდა რომ ძალიან შევეხო რომ ხახლა სათვალე მეორთქლება რა სჭირს? აი განახოთ. არაფერი არ მოვა, იმიტომ რომ ეს არის ბოლო ჯერ ფესვები და რამე არ აქვს, შეხედე. არ ვიცი რამდენად ჩანს. სიმწვანეს ხედავთ, ეს ცოცხალია ღმერთო. ერთი წელია ომი მაქვს, ომი კი არა ბრძოლა მაქვს ამ ყვავილთან. აი ამ ყვავილთან, ჯერ იმიტომ რომ ულამაზესია, მე ადამიანმა საიდან სად მომიტანა. არ არსებობს მე მას ვახეირებ. მე ეს ხო გითხარით რომ თუ ვერ ვახეირე მეთქი აუცილებლად ვიყიდი ამის იმას, მაგრამ ერთია რომ იყიდი და შეცვლი, კაი ხო, ერთია ეგ და მეორეა ის რომ ზუსტად ისევის გექნება რაც ჩამოგიტანა. ეხლა ანუ ერთი და ორი უეჭველია. ერთი მძინარე ბოლქვია. აი ესეთ ჯერჯერობით ბოლქვია, სიმწვანე არ აქვს. აი მე მოვკვდები ეს რო ამოვა სიხარულისაგან. სიომებს აღარ შევეხები, კაი ხანი სანამ სიმწვანე არ დამანახებს ამოყოფილსა ეს. ბედნიერება არის. ეს ბარაქის ხეა ხალხო. ოღონდ სხვანაირი ბარაქის ხე, ეს ძალიან პაწაწუნა იყო. მარტყოფელმა მაჩუქა, ვიც ამას მოვაცლი. აი მე ვაცლი ხოლმე ზედმეტოტებს, რომ ღერო გაუმსხვილდეს, აი ეს. აქვე დავაგდებ. ნეშომპალა. ნახეთ როგორი ფოთლები აქვს. ძალიან საყვარელი ბარაქის ხე არის. ზუსტად ანალოგიურად დიდი იზრდება ეს ჯერ პაწაწინა. მაგრამ ესეც ნაჯუქარი. აუ როგორ გამახარა ღმერთო მაგ ერთი ბეწო სიმწვანე. ეყვავილი რომ გამიფუჭდა, სულ ამ ადამიანზე ვფიქრობდი, რომელმაც ამ ხელაგზაზე მთელი დუდუნებით ჩამომიტანა. ხო და აი მე მეთქი სირცხვილო მანანა ეს როგორ გააკეთე და ეს როგორ მოურწყე. ფოთლები გაუსუფთავი, გაისავქენი და დაიწყეთოს მეთქი და შემოვიტან და ზუსტად მაგ დროს იყო ქარი, ორ პირქარში იდგა, ყინვასავითაც იყო და მოიყინა ნენე და დაიწყო გაფუჭება. რა აღარა ვცადე და ბოლო ესე წყალში ჩავდე ტოტები, ფოთლებიც ჩავდე წყალში. დანარჩენი ბოლქვები გავაშვი ახლიდან ჩავდე მიწაზე. აი ყველანაირად ინტერნეტი გადავაბრუნე, რომ მეთქი მეცადა რა როგორანაირად კეთდება ეს ზემიოკულკასის გადარჩენა. ცალკე შევარდნაძეს მივწერე, ცალკე უცხოურ საიტებზე, აი არ ვიცი და ყველაფერი ვცადე, რომ ეს ყვავილი გადამერჩინა და ბოლოს თურქეთში მივდიოდით და რამდენიმე ცდელობა ცუდად ჩაიარა და კრახით ჩაიარა და 204 ფოთოლი ზღვის ქაფიროა ხო იცით ეს შევჭერი 4 ადგილას და ეს ფოთლები ისე შევდე რომ მარტო ყუნწები ყოფილიყო წყალში ერთ-ერთი ტექნიკა ეგ იყო ამისი დაფესვიანების და ჩავდე მოკლედ სადღაც 2 თვე რომ მედო წყალში მე წავედი თურქეთში იცი კვიდა რომ წავედი რა და იცი როგორ მედო ამ ტივტივასავით ხო კეთდება და ბანკაში ჩადებ რომ ანუ წყალი თუ დაიწევს ჩააყვება რა ანუ წყალი მუდმივად არის იმ ღეროზე და თურქეთში რომ ჩამოვედი და რაღაცა ძალიან მომპალივით მომეჩვენა ერთ სიტყვით რა მეთქი აი всё თქვა ნუ ეს 4 ფოთოლი ყავ მქონდა და იმედი გადამეწურა და უნდა გადამეყარა რა და იმ წუთას დაბლა ჩასულა და ამეზარა და ბარაქის ხესთან აი ხა რომ დავაგდე ფოთოლი იყოს ნეშომპალა მეთქი ხო იცი ბარაქის ხესთან ესე გავქექე და ეს 4 ერთად ჩავდე რომ მეთქი დალპა რა მე ეს ბარაქის ხე გავიტანე გარეთ ამ გაზაფხულზე და ანუ
მაისში ჩამოვედი და უკვე ხო ის იყო, ანუ რაღაცა სითბო მოდიოდა ის და გავიტანი ბარაქისხე ცოტა ხნით გარეთ და მაგ დროს კლუტები იყვნენ პატარები და სადაც მიწას ნახულობდნენ, იქა ქექავდნენ. ხო და ისაქნეს მიიპარნენ და რო დავხედე აი ცუდად გავხდი ის ბარაქისხესთან ამოუქექია და ეს ამოუქექია და ეს ჩემი ჩაყრილი ფოთლები ეყარა ძირს. ჩაყრილი რა ჩავყარე რა უბრალოდ და ძირს ეყარა და აი მეთქი ეს ხა უნდა და მეთქი ის რა და აი უხეშად უნდა ამეღო ხელში რომ გადამეყარა ეს ფოთლები და ავიღე და 4-ვეს ქონდა მიწაში გაკეთებული იყო ბოლქვი ხალხნო 4-ვე აი ხა რაც განახეთ ესე იგი ეს იყო მაისში ჩამო მაისის მერე იმ წუთა სხვა ქოთანში ჩავდე და ესე იგი მაისის თვის ბოლო იყო რა ანუ აღარ ითვლება 20 ხო ესე 6-ში თუ 7-ში ჩამოვალთ რა დაახლოებით ეგრე იყო ივნისი, ივლისი, აგვისტოს, სექტემბერი და ოქტომბერი 5 თვე არის აი არ ვეხები რა მაგ სიბწვანი ზუსტად 1 წელია ბრძოლა მაქვს ლამბერტო როგორ იეს ვიხარი და აი ჯერ კიდე იცი როგორ ვარ 99.9 აი გავიმარჯვებ სულ აი ამას რო დავინახავ მოშველის აი ჩემზე ბედნიერი ადამიანი მაგ არ იქნება ძალიან გამიხარდა ოღონდ მართლა ძალიან არ ვიცი ამ ქალბატონს თუ ხედავთ თქვენ დედას პრინცესა ეს და ხელშეუხებელია ამ შემთხვევაში ეს ქალბატონი სახლში როცა მყავ არც იღრინება და არც არაფერი სულ აწვალო საერთოდ ეს დედას გოგონახეთ როგორ ყავს მოფერება როცა სახლშია საკმარისია ოთახს გასცდეს საკმარისია ოთახს გასცდეს ნახე როგორ მეფერება ნახე უყურე აი ძალიან სიცოცხლე საკმარისია იმ ოთახს გასცდეს ეს ნაღდი არა ნამდვილი ცხოველი ხდება აი ნამდვილი ცხოველი ფეჩი ჩავთე 4-ზე მაქვს ასეული და ეს რატოზის ხალათით ვერ გავიგე აი კარებს რომ გამოვიხურავ და კატას გამოვიხურავ ხოლმე ნუ ეგ ხო არა მყავს შიგნით არა იღრინება იწევს რომ დაგფხაჭროს და ასე რა ტყიური და ველური ასეც არ ვიცი მოგაბეზრეთ თუ არა ჩემს სიმყვავილზე ლაპარაკით მაგრამ მე იმდენად გამიხარდა რომ ვაიმე ვიღაცას მოხვდება შენ ზუსტად დედა ეს რა არის ჩავაცეწყლე გეფიცები მაფინი სარბილია დედა უკმარ ჩამაყლაპეს იმედი არ ამაცლია ახეთ რა გავაკეთე ბოლო პირილაკი წაუსვი ეს იყო ყავისფერი აი ამას რო აქვს ეგეთი ფერი მთლიანობაში ხარ ვიცი როგორ ჩანს მაგრამ უხდება ეხა ნახეთ განახეთ მეორე მხრიდან მივაბრუნე აი ეს სიყავისფრები უხდება ძალიან ალაგ-ალაგ ბრაც ბოლომდე ვერ ავაძრეთ უსვია კიდე აი ესენი და ძალიან უხდება გავაცალეთ კრასკა ამას და იგივე უნდა ჩავაყენოთ ეს კარები უნდა ჩავაყენოთ ხო და დღეს იმედი მქონდა რომ შპალიერს გავაკრავდით მაშინ მაგრამ აგერ რა დროა და ეხა წავიდა ლაშა ისევ სამსახურში ასეც აკეთებენ ბიჭები რა და სკოლის გარე სამსახური იგი აქვს შეითავსა ხოდა არა ხო და მაგის გამო ხა მე შოკებს ვაფარებ ამ კრუხ წიწილას კი არა და წიწილებს ჯერამებს ამათ ვერ ვუშვებ იმის გამო რომ ისინი სცემენ
სხვები ცემენ ამ სამწიწილას და ინდაურს. და ისე ფუთავ ხოლმე რომ ღამე არ შესცი. ესე. ტუბი შენ ნაჭამი გაქვს, ყველაფერს ნაჭამი აქვს. ჩემი ძმა იყო ეხლა. ვინო წაიღეს და ახი აქ რა ხდება ხალხი. ეს სავსია, მგონი სავსია. ეს სავსია. ეს სავსია. ესენი სავსია. ეს ნახევრად დგა. ესენი სავსია. აღარაფერს ვამბობ დაიცადე. აღარაფერს ვამბობ აქანე, იქანე, იქანე. ხო და ეს სუჩვენი არ არის. ჩემი ქვისლისაც არის. რაშიც მამიდაშვილის ქმრის. მაგრამ მაინც იცოდეთ რა რაღაცა რომ მოიწევს რაღაცა რომ მოუვა და მე რეიტყვის ცოლმა მოკლაო. იცოდეთ თქვენ რა მოკლა. და სასამართლოში რომ მიჩივლებს აუ რა და იგად გავხსნა ეს. გადავრჩი. ერთი წამით ხალხს ორი ხელი უნდა რომ გავხსნა. როგორ ვახერხებ აი იმის ესე გაჭედვას ხოლმე მაგრად მაინტერესებს. რომ ვეღარ ავხსნი. აჰა. აი. აქ ძალიან სიბნელე ჩანს თორე მართლა არა ბრელა მასე. შევყავოთ ეს ქათმე. ჩამობძანდი მაგედან. დროზე ჩამოდი აბა. ნელა შეუბედურო შენ. რა ვიცი ლაშა თქვა 1 საათში თუ მოვედიო ეხლა რომელი საათია ნახო 7-20 წუთია და რა მაგრა დააკლდა დღეს თუ 1 საათში მოვიდა და ძალიან დაღლილ მდგომარეობაში არ იქნებ დავიწყოთ შპალიერი რამდენად საშპალიერად ვარ გამოწყობილი კი მხედავთ მაგრამ არა უშავს აუ ძალიან ტკბილი იყო მაფინიანი მინდა ეს საქმე მორჩი თუ შპალიელი არ გავაკარით საქმე მორჩენილი საჭმელი გაკეთებულია სარეცხი გაფენილია ოთახი დალაგებულია ძვირფასად ასე რომ მე მოკმურჩი საქმეს ოღონდ ერთი სურვილი მაქვს რომ არ გაწვიმდეს ერთი დღე ხო შეიძლება რომ იყოს სუფთა ფანჯრები ერთი დღე բայց ეს განათება გავთიშო შევიდეთ ისევ დემეტრია კი აუ ვერ გავხსნით ეს აი გავხსნათ მე რო ოთახს გავარემონტებ ბარაქის ხე შევიტანს ჩემ ოთახში და სულ იქ მექნება იმიტომ რომ სითბო არ უყვარს ძალიან და ფიზიკურად მე ადგილას ვერ სადვერავთ გამომიტომ აქ იყოს ეს არის ეთულის ნაჩუქარი ბარაქის ხე და ჩემთვის ძალიან ძვირფასია ეს ამ მდგომარეობაში რო არის გასხლულია თორე ეს არ იყო ძალიან ის დიდად იყო რა და გავსხალი ისი ეგეთ შევარდნაძის იმით რა ქვია იმას რო გაგიწევს რა ქვია აი მაგას მაგით არ დაინანო კარგა გასხალიო კარგა გავსხალი ნახე ეს ახალი ტოტები ამოიტანა და უფრო კარგად გაიტოტება ეს ეხლა გაქეცილივით ჩანს მაგრამ წარმოიდგინეთ აი ეს ყველაფერი გამსხვილდება პატარა მუხა მექნება სახში აი ასე ხარხნო ნინო ხალათი აღარ გინდა შვილო დათბა რა არის ეს მოკმენჩილი მაფშინი გინდა მოკმენჩილი თუ არ მიტო ვალოს ედო მანქანაში აუ თვისამაგრი უნდა მომეტანა ნინო რო ჩახვალ მე დაბლაბანოში თვისამაგრი აი ეს დიდი ის დამრჩა
ეხლა ვიჩხონდე? არ მინდა რეხ. ერთადერთი აი ამ სუროს, ეს არის სუროსავით ესე რო ადის და მე სადმე დავდგა უკანა მხარეს, რომ აი აქ მაღლა ავიყო, ნახე რა სილამაზეები მყავ. ძალიან საყვარელები. ჩემთვის ძალიან ლამაზი ყვავილია ის ყვავილი, რომელიც არ ყვავის. და უბრალოდ რომ მწვანეა და აქ რაღაცებს ყვავილი, აი მაგალითად აი ამ პაწაწინას და ამასაც აქვს ყვავილი, მაგრამ ჯერ ჩემთან არ გაყვავებულა, ჩემო მეზობელმა მაჩუქა. ხოდა სიმწვანე სინარჩუნებენ და ძალიან მიყვარს აი ეს გვიმრა და აქ მაქვს კიდე ეგეთი ველური, რომელიც მამიდან მაჩუქა. ეს ვიყიდე ვარ კეთილში. მოკლედ ყველა ყვავილს თავისი ისტორია აქვს და მაგიტო ყველა ჩემთვის სხვანაირად ძვირფასია. ასე რომ ხა წავედი და გემშვიდობებით ხვალამდე. ხვალე არ ვიცი, ნახევრად მაინც ამ მქონდეს იმედია შპარიელი გაკვრული თან, მაგრამ ეზარება უკვე. ой, რაც შეეხება ფარდებს ხალხნო, ფარდები ესე მალე რატო დავკიდე და ძალიან მაგარი რამეა. გავრეცხე, ხო გავარეცხინე ესარეცხის მანქანას და გავაწურინე 800 ბრუნვაზე, ანუ ძალიან არ გამიწური, აი თითქმის სველები გამოვიღე. გადავკიდე შუაში, ანუ ესე შუაში ქონდა ზოლი მარტო მაგ ზოლს გავუსვი უთო. ხალხნო იდეალურად სწორია. ესეც და შიდა ეს ვერცხლისფერი ფარდაც. ну არაფერი ამ დაჭუჭვის მსგავსი არაფერი არა აქვს და მაგის გამო ძალიან იოლად დავფინე ფარდები. ესეც და ისიც. კარნიზზე ვიცი დავწმინდე. მრგვალი ის რო არის, ხო, იცი პოლის ჯოხი ესე რო კარგად რო იწურება თავის და აი მაგრა გავაწურინე და მაგით კარგა გემრიელად გადავწმინდე და მაყოფილი ვარ ხვალე თავისუფლად შემიძლია 12 საათამდე დავიძინო. მოკლედ წავედი ხა და გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე მობრეცილად კი დაგაყენეთ, მაგრამ არა უშო. აი მე ჩემი სათვალე იქ დავტოვე? ხო, მიორთქლდებოდა წეღან და იქ დავტოვე. მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. უი ხო, შორენა მითხრა რომ ვიდეოს რო დაამთავრებ ხოლმეო, აუცილებლად პაკა-პაკათი დაამთავრეო, რომ მეო დამემშვიდობო და შორე პაკა-პაკა. კარგად ხალხო.